თბილისის საქალაქო სასამართლომ გირჩი მეტი თავისუფლებისა და ახალის პრესსამსახურის წარმომადგენლებს ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა მათ ადმინისტრაციული წესის სამართალდარღვევას ეტავებიან. კერძოდ პოლიციელის მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივესთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი მირიან ქავთარაძე სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაზარალებული მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სასამართლო შენობას ტოვებდა. ანა ყურაშვილი და მირანდა ბაღათურია აცხადებენ, რომ 17 აპრილს, როდესაც მათ ამ სამართალდარღვევას ედავებიან, აღნიშნულ ადგილას საერთოდ არ ყოფილან. უნდებს, რომელთა დამფუძნებელთა სახლებში მიმდინარე კვირას ჩხრეკები ჩატარდა. შეგახსენებთ, ნოემბერი-დეკემბერში მიმდინარე აქციების ფარგლებში დაკავებულ 11 პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მიზანშეწონილობის საკითხზე და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ამ საკითხზე უკვე არაერთხელ იმსჯელა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ. თუმცა ასეთი კონტროლი გაიარა აპელაციის ღონისძიების საკითხმა, აუცილებელია მხარეებმა წარმოადგინონ რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რაც ზეგავლენას მოახდენდა გამოყენებულ ახალ ღონისძიებაზე, თუმცა არც დაცვის ხარეს და არც ბრალდების ხარეს რაიმე ახალი არსებითი გარემოება არ წარმოუდგენია, რომელიც დაასაბუთებდა უფრო მსუბუქი ახალ ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კვლავ არსებობს ბუნებრივია მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. დაცვის ხარეს კვლავ ისაუბრებს, რომ წარმოუდგენელი არ არის შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა დღეისჩვენ უკვე საქმეს ვიხილავთ არსებითად, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმემ გადალახა წყლის სასამართლოს ეტაპი, ანუ სასამართლომ დაადგინა ალბათობის მაღალი ხარისხით, რომ არსებობს შესაბამისი ფაქტობრივი საფუძველი ღონისძიების გამოყენებისათვის. ანდრე ჭიჭინაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული აქვეთი ღონისძიების სახედ უკიდურესი ფორმა პატიმრობა. აგათუ პატიმრობა, არამედ ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი აკვეთის ღონისძიების გამოყენებაც ვერ იქნება კანონიერი, რადგან არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა, რომ საჭირო იყოს სასამართლოს მხრიდან რაიმე სახის შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება. პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი ბრალდებაც და შუამდგომლობაც, რომ ძალაში დარჩეს ყველაზე მკაცრი ღონისძიების სახე პატიმრობა, არის დაუსაბუთებელი. საფუძვლები, რაც არსებობს აქვეთი ღონისძიების გამოსაყენებლად, ვერცერთ მათგანს ვერ ასაბუთებს ბრალდების მხარე და ვერ უთითებს აქვეთი ღონისძიების მიზნების მიღწევა, რატომ არ შეიძლება ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმი. ანდრე ჭიჭინაძის პატიმრობაში ყოფნა განპირობებულია მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით. მიმავლის საფრთხე ახსენეს პროკურორმა ისევ დაუსაბუთებლად და ისევ ცარიელი სიტყვებით. ანუ რანაირად უნდა მივიმალო, როცა ისეთ სულად ვერ ყვევი ადგილებში ლისისფაც არ ვიცოდი, სად იყო, სანამ პრინპოლელის წარმომადგენლები არ ამიყვანებენ და დღესაც არ ვიცი სად არის. ზოგადად საზღვარგარეთაც არადროს არ ყოფილი ვარ, ანუ საზღვარგარეთაც ვერ გავიქცევი და პასპორტიც არ მაქვს. თან წინა პროცესების მიჩვენს, რომ გამალოს საერთოდ არ ვაპირებ, პირიქით ვაპირებო, ყველას უთხრა ხმამაღლა ვინ ვარ და საერთოდ არ მაქვს რაიმე დასამართლო. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო, ანუ ჯერ ძველი არ ვიცი რა დანაშაული ახალი როგორ უნდა ჩავიდინო, მაგრამ დანაშაულის ჩადენის საფრთხეს რაიმე საფუძველი ხო უნდა გქონდეს. გარდა იმისა, რომ ნასამართლელი არადროს ვარ გამომწევასთან კავშირი არადროს მქონია, ერთი პატარა ავტობუსის ჯარიმაც კი არ მქონია არადროს, ის იმდენად კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. ჩემს Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ დაჭერამდე, დაკავებამდე 2 წელი ადრე მაქვს დაპოსტილი, რომ უნდა დავეკავებინო, მაგრამ ისე მოხდა, რომ არ მქონეს სახლში ვითარებაში და არავისთვის წინამდებობა არ გამიწევია. აქ არც ერთი ადამიანი არ არის, რომელიც დააკავეს საზღვარზე ან გაქცეულ მდგომარეობაში. ყველა დააკავეს წინამდებობის გაწევის გარეშე. ასე რომ ერთადერთი რასაც ვითხოვთ, რომ თუ ვინმე სამეერჯი ეპარება ჩვენს იმაში ჩვენ დანაშაულები ვართ თუ არა, შეგვიძლია ვიაროთ გარემო პროცესს. სად ვართ? თუ თქვენ მაგას დაგვიმტკიცებთ, რომ ჩვენ ამ საქმეში დანაშაულები ვართ, კი ბატონო. რამდენი ხანის გაგიხარდებათ, იმდენ ხანს ჩავჯდეთ. თუ გინდათ დახვრეტა შემოიტანეთ, დამხვრეტეთ. პიროვნულად დასაკარგი არაფერი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეშინია ნებისმიერი რამის დაკარგვის, რაც მისთვის ძვირფასია, მათ შორის სამშობლოსო ყველაზე მეტად.